მოგესალმებით და ეს ახალი ფორმატით არის ერთგვარი გაშლა ჩემს YouTube არხზე, სადაც შემოგთავაზებთ ისევ და ისევ სამ ჯგუფს და შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის, ასე ვთქვათ, ინტუიტიურად ყველაზე ახლო მდებარე ჯგუფი და შემდგომ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ გაშლებს. პირველი რაც მინდა ვთქვა ეს არის, დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემ არხზე ისევ აქტიურობთ, იწერთ ჩემს არხს და უყურებთ ჩემს ვიდეოებს, დიდი მადლობა ყველას. და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ აქვს ახალი ელექტრონული წიგნები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა თემებს. პირველი არის როგორ დავუკავშირდეთ თქვენ სულიერ დახმარებას, მეორე არის ბარაქაძე, როგორ გაზარდოთ ბარაქის ენერგია თქვენ ცხოვრებაში და მესამე ნეგატიური ენერგიისგან როგორ განთავისუფლდეთ. რაც შეეხება უკვე გაშლას, შეგიძლიათ აირჩიოთ კრისტალების მიხედვით. პირველი ჯგუფი არის ვარდისფერი კვარცი. მეორე ჯგუფი არის ამეთვისტო. და მესამე არის უბრალოდ თისბროლი, ანუ კვარცი. ჯგუფების დროებს შეგიძლიათ გადახედოთ კომენტარებში და აღწერილობაში და პირდაპირ გადახვიდეთ თქვენს მიერ არჩეულ ჯგუფზე. ხოლო ვინც აირჩიეს, დავიწყოთ თქვენი გაშლა და ეს გაშლა ეხება იმას, თუ რა რჩევა გეძლევათ ახლა. პირველი ჯგუფი ვარდისფერი კვარცი. რა რჩევა გეძლევათ ახლა თქვენ? გვაქვს აქ სამი კარტი, რომელიც უკვე ამოღებული მაქვს თქვენთვის. და პირველი ტაროს კარტებიდან ეს არის პენტაკლების რაინდი. მეორე არის ხმლების ხუთიანი. და მესამე არის რეგენერაცია. თქვენ შემთხვევაში აქ რაც ჩნდება, პირველი რჩევა ეს არის, რომ გათვალისწინება შესაძლებელია გიწევთ იმაზე, რომ რა გარემოცვაში ხართ, როგორი ადამიანების გარშემო ხართ. ეხლა შეიძლება გადიოდეთ ისეთ მდგომარეობას, ისეთ თქვათ ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება თქვენს გარემოს, ურთიერთობებს, თუნდაც სამსახურს. შესაძლებელია აქ მოგიწიოთ იმაზე ფიქრი, რომ სამსახურეობრივად ბიზნესის კუთხით, ან ფინანსების კუთხით რა უნდა შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში. ასევე აქ შანსი არის, რომ ყურადღების გადატანა მოგიწიოთ იმაზე, რომ სად გამოხატოთ თქვენი აზრები, სად არ გამოხატოთ, როგორ ადამიანებთან გქონდეთ საერთოდ შეხება. იმიტომ რომ შანსი აქვს ვიღაცებმა მაგალითად თქვენზე იმოქმედონ, განსაკუთრებით სამუშაო სივრცეში, ისეთ სიტუაციებში, სადაც თქვათ თანამშრომლობთ სხვებთან და გქონდეთ ასევე ისეთი განცდა, რომ თქვათ რაღაცა ცვლილებების დრო მოვიდა ზოგადად თქვენ ცხოვრებაში. აქ შანსი არის, რომ იყოს რაღაცა შემოთავაზება თქვენ ცხოვრებაში, რომ ვიღაცა რაღაცას გთავაზობთ, მაგალითად იყოს, რომ სამსახურეობრივი შემოთავაზება გაქვთ, ან არის სიტუაცია, რომ თქვათ თუნდაც რომანტიკულად იყოს აქ რაღაცა შემოთავაზების საშუალება თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ გათვალისწინება ასევე მოგიწევთ იმაზე, რომ სად იხარჯება თქვენი აზრები, მენტალური ენერგია, რა სიტუაციებში, როგორ ადამიანებთან. იმიტომ რომ ისეთ ენერგიაში ჩანხართ აქ, რომ რაღაც მნიშვნელოვან პერიოდს გადიხართ, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება იმაზე, რომ როგორ ფიქრებში ხართ, მენტალურად რა ენერგიაში ხართ, რას განიცდით, როგორ გინდათ რაღაც სიტუაციების გადალახვა და ასე შემდეგ. ამიტომ აქ რჩევა პირველი ის ჩანს, რომ გადმოერთოთ თქვენს ფიზიკურ სამყაროზე, მატერიალურ სამყაროზე, იმაზე თუ როგორ, ასე ვთქვათ, კურირებთ თქვენს მატერიალურ სამყაროს, რას აკეთებთ მატერიალურ სამყაროში, როგორ შემოგაქვთ ფინანსები, ან თუნდაც რამდენად სტაბილურად გრძნობთ აქ თავს თქვენ მატერიალურად. შემდგომ შესაძლებელია აქ უკვე იყოს ის, რომ რჩევა გეძლევათ თქვენ აზრებთან მატერიალურ სხეულის გარდა, ასევე იყოს მენტალურ სხეულზე აქ რჩევა, რომ მენტალურად რა აზრებში ხართ, ამაზე იყოს აქ ყურადღება გადატანილი, რომ კონფლიქტში არ მოხვდეთ, რომ მაგალითად რაღაც
ურთიერთობები არ დაიძაბოს, ან რაღაც ზედმეტი კონფლიქტები არ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში და უკვე რეგენერაციის საშუალებით აქ ისე ჩანს, რომ რჩევა არის, რომ უბრალოდ აი ამ ცვლილებებს, ტრანსფორმაციას ბოლომდე მივყვეთ. ეს იყო თქვენი გაშლა, პირველი ჯგუფი, მადლობა ყურადღებისთვის. გადავიდეთ მეორე ჯგუფზე. მეორე ჯგუფი აქამეთვისტოს კრისტალი. თქვენ გაშლაში 3 კარტია. პირველი ტაროს კარტი ეს არის თასების ტუზი. მეორე გვაქვს მთვარე. და მესამე გვაქვს ესეთი დაობლებული კარტი. პირველი შეხებებით აქ რჩევა ისე ჩანს, რომ ყურადღება არის გადმოსატანი ემოციურ მდგომარეობაზე. პირველი ჯგუფი უფრო იყო მატერიალურ საკითხებზე გათვალისწინება, აქ ჩანს, რომ რჩევა არის უფრო ემოციურ საკითხებზე, განსაკუთრებით თასების ტუზი. რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ეხლა გადადიოდეთ ახალ მდგომარეობაში, ახალი შემოთავაზებები გქონდეთ, ან ვინმე ახალი ცხოვრებაში გამოჩნდეს, მაგალითად თუნდაც პარტნიორი, ან რაღაც ისეთი მოხდეს, რაც ემოციურად შეგავსებთ, მაგრამ შესაძლებელია აქ იყოს იმისი განცდა, რომ თითქოს რაღაც არ გაკმაყოფილებთ, ან ბოლომდე არ იცით, რომ რამდენად მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ, ან ის ურთიერთობა, ან საქმე იქნება, ან მდგომარეობა რაც იქნება, შესაძლებელია განცდა იყოს, რომ უფრო მეტი გჭირდებათ, ან ემოციურად გჭირდებათ მეტი დახმარება, ან ემოციურად მეტი შევსება, შეიძლება იყოს როგორც სამსახურში, ისე ურთიერთობებში. და აქ ამ კარტით შესაძლებელია ითქვას ის, რომ შეიძლება მაგალითად რაღაცა ურთიერთობაში ან სიტუაციაში თავს არ გრძნობდეთ ბოლომდე დანახულად თითქოს ვიღაცა თქვენ ბოლომდე ვერ გაფასებთ, ან თქვენ ემოციას ბოლომდე ვერ აფასებთ, ან თქვენ ცოდნას, ენერგიებს, შეიძლება აქ სამსახურიც იყოს, რომ თქვა ვერ გაფასებენ ის თანამშრომლები ან უფროსები თქვენ ისე როგორც საჭიროა რომ დაფასდეთ. აქ ასევე შანსი არის, რომ უბრალოდ რჩევა იყოს იმაზე, რომ გადაანაწილოთ თქვენი ემოციები უფრო სხვანაირად. პირველად ის, რომ თქვენი ემოციები გადმოიტანოთ საკუთარ თავზე და იმაზე, რომ როგორ მართავთ თქვენ თავს ემოციურად ეცადეთ, რომ თქვენი თავი შეივსოთ პირველად და ანუ არ გახარჯოთ ემოციები თქვა ისეთ ადამიანებზე ან სიტუაციებზე, სადაც უკვე ხედავს დამჩნევთ, რომ თქვა რაღაცა ნაკლოვანობა არის და რაღაც სიტუაციებში თქვა არ გრძნობთ თავს ბოლომდე დაფასებულად. ამ ასეთ შემთხვევებში კარგი იქნება, რომ ემოციები პირიქით თქვენს თავზე გადმოიტანოთ და მთვარეც აქ იმას გეუბნებათ, რომ ინტუიციას აუცილებლად ენდოთ. ინტუიციურად რასაც გრძნობთ, რომ უნდა მოხდეს, ან რაც უნდა გააკეთოთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ინტუიციური ინფორმაცია და ასევე აი ამ კარტით აქ შეიძლება ითქვას ის, რომ თქვენთვის აქ მნიშვნელოვანი იქნება ყურადღების გადმოტანა საკუთარ ემოციებზე კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ არ იგრძნოთ თავი რაღაცნაირად გარიყულად, მაგალითად ვიღაცა თუ არ გაზრდით ემოციურ სიმშვიდეს ან სისავსეს, რასაც თქვენ იმსახურებთ, ამის გამო თავი მარტო და გარიყულად ეცადეთ, რომ არ იგრძნოთ და პირიქით შეივსოთ ეს ყველაფერი, ეს მდგომარეობა თქვენი საკუთარი თავით, თქვენი საკუთარი ნიჭით, საკუთარი მდგომარეობით. და ეს რჩევა უფრო ამ ჯგუფისთვის ისე ჩანს, რომ არის საკუთარ თავზე განმორთვა ყველანაირი კუთხით, განსაკუთრებით ემოციურად. რომ არ მისცეთ უფლება სიტუაციებს ან ადამიანებს, რომ თქვა დაგცალოთ თქვენ ემოციურად. შესაძლებელია აქ იყოს ერთგვარი კარმული სიტუაციას, რომელსაც მალე დაამთავრებთ, განსაკუთრებით ახლა მთვარე ჩანს, შეიძლება იყოს, რომ თქვა შემდგომ ახალ მთვარეობას, ან შემდგომ სავსე მთვარეობას განსაკუთრებით იგრძნოთ, რომ თქვა აი ამ მომენტში რაღაცა შეგეცვალათ და ანუ შეხვდეთ აქ საკუთარ ემოციებს უფრო დადებითად და თქვენი თავი უფრო შეავსოთ, ასე ვთქვათ, თუნდაც ინტუიციურად. კარგი იქნება თქვენთვის მედიტაცია, ან რაღაცა სიმშვიდეს შენარჩუნება საკუთარ თავზე, განმორთვა დროის გამონახვა საკუთარი თავისთვის. ეს არის ყველაზე ისეთი გამორჩეული რჩევა ამ ჯგუფისთვის. ეს იყო თქვენი გაშლა, იმედია დაგეხმარათ რამეთი. მადლობა. და ეხლა გადავიდეთ შემდგომ ჯგუფზე, მესამე ჯგუფი კვარცის ქვა. მესამე ჯგუფისთვის ისე გვაქვს 3 კარტი. პირველი ტაროდან გვაქვს პენტაკლების 6-იანი. მეორე გვაქვს აქ სიკვდილი, რომელიც ამ ტაროს კარტში არის არიადნის კარტი. და ესეთი შექმნა სხვასთან ერთად კარტი.
საკმაოდ მნიშვნელოვანი კარტები გაქვთ, განსაკუთრებით რახან ჩდება ტაროდან სიკვდილი. საერთოდ ეს არის ტრანსფორმაცია, ოღონდ ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია ცხოვრებისეულად, ნიშნავს იმას, რომ ემზადებით, ან უკვე ხართ იმ პროცესში, რომ რაღაცა გადალახოთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში. რჩევა არის ის, რომ ამ მომენტისთვის შეინარჩუნოთ ბალანსი, რაც უფრო კარგად შეინარჩუნოთ ამ ბალანსს, უკეთესი განსაკუთრებით მატერიალურ და არამატერიალურ ცხოვრებას შორის, მაგალითად ფინანსური ბალანსი და მენტალური ბალანსი, ემოციური და ფინანსური და ასე შემდეგ. ანუ ელემენტების ბალანსი აქ იქნება კარგი თქვენს ცხოვრებაში. შესაძლებელია იყოს, რომ მოიზიდოთ ისეთი ადამიანები ამ მომენტისთვის, ვისთანაც შეძლებთ თქვათ ან ერთად ცხოვრებას, ურთიერთობის აწყობას, ან თუნდაც შეძლებთ იმას, რომ თქვათ სხვებთან, როგორც კოლექტივთან გქონდეთ უფრო ჰარმონიული ურთიერთობა, მაგალითად თქვენსა და კოლექტივს შორის რაღაცა უფრო დამშვიდდეს თქვენსა და ვინმე ადამიანს შორის. რახან არიანი გვყავს აქ, შესაძლებელია იყოს ის, რომ თქვენ თვითონვე თქვენს თავს დაეხმაროთ რაღაც დიდი ტრანსფორმაციის წარმოებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თქვენს თავზე მუშაობით აქ გამოიყვანოთ თქვენი თავი ისეთი მდგომარეობიდან, რომელიც თქვათ გაჭედილად გააგრძნობინებთ თავს. შეიძლება აქ იყოს, რომ თქვენი ფინანსური გადანაწილება დაიწყოთ. რჩევა არის კიდევ ის, რომ ეცადეთ განსაკუთრებით ფინანსურად ხარჯები არ იყოს ზედმეტი და იყოს გამიზნული ხარჯები ამ შემთხვევაში თქვენ ცხოვრებაში. თუ რაღაც აქ ცილდებათ ცხოვრებიდან, იქნება ეს სიტუაციები, ადამიანები, მდგომარეობა ან ენერგიები, ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი გაუშვათ უფრო მარტივად. შეიძლება ეს სათქმელად არის ადვილი, რომ რაღაცა უნდა გაუშვათ, რომ ეს თქვენთან დიდხანს იყო, მაგრამ ისე ჩანს, რომ აქ სამყარო რისთვისაც გამზადებთ, აი ამ რაღაცა გაშვების, ერთგვარი მეტაფორული სიკვდილის შემდგომ, არის საკმაოდ კარგი და დადებითი პერიოდი, სადაც იგრძნობთ, რომ თქვენ და სამყარო ერთად რაღაცაზე მუშაობთ და თქვენ და მაგალითად ვიღაცა ადამიანი, იქნება ეს პარტნიორი, თუ სამსახური, თუ თქვენ და თქვენი საკუთარი თავი აქ რაღაცა მნიშვნელოვან სიტუაციაზე ერთად მუშაობთ და იკვრებით როგორც გუნდი და აქ თავს მარტო აღარ გრძნობდეთ, ან არ გქონდეთ იმისი განცდა, რომ რაღაცა ბალანსიდან აცდა, ან მოხდეს ისე, რომ თქვათ რაღაცა ხელი შეგიშალათ. ეხლა თუ რაღაცა სტრესი გაქვთ, განსაკუთრებით ფინანსური, ეს სტრესი არის გადალახვადი, თუ ეხება ეს კარიერას, ესეც გადალახვადია და რჩევა არის ის, რომ უბრალოდ დარჩეთ აი ამ ბალანსში, რა ბალანსიც არის ახლა თქვენთვის საჭირო, რომ შეინარჩუნოთ და ეცადეთ, რომ ის ტრანსფორმაციები, რასაც ახლა გადიხართ ბუნებრივად ცხოვრებისეულად, ამ ტრანსფორმაციებს მისცეთ იმის უფლება, რომ შეგცვალოთ, ან დაგაყენოთ ახალ გზაზე, ან მიგანიშნოთ იმისკენ, რომ რა ჯობია გააკეთოთ, ასევე კარგი იქნება, რომ ისევ და ისევ ყურადღება გამოიტანოთ იმაზე, რომ თქვათ, რაში იხარჯება თქვენი ფინანსები, ვინ დგას თქვენს გვერდით, შეიძლება ამ პერიოდში ასევე აღმოაჩინოთ, ვინ არიან თქვენი ნამდვილი მეგობრები. შეიძლება აქ ვიღაცა გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, ან უკვე არის ესეთი ადამიანი ვიღაც თქვენს ცხოვრებაში, ვისაც კარგი შემოთავაზება აქვს, ან იდეა აქვს, ან შეიძლება დაგეხმაროთ ვინმე ბიზნეს იდეით, ან უბრალოდ გვერდში დგომით, რაც საბოლოოდ დაგეხმარებათ, რომ უფრო მეტად დამშვიდდეთ. ეს იყო თქვენი გაშლა მესამე ჯგუფისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ მაქვს ორი კურსი, ტაროლოგიის შესწავლის კურსი და ეზოთერული რიტუალების კურსი, რომელზეც ეხლა მიღება ისევ გრძელდება 5 აპრილამდე. თუ გსურთ დაინტერესებული ხართ, რომ ჩაეწეროთ ამ კურსებზე, მომწერეთ პირადში Facebook-ზე ან Instagram-ზე და ასევე თუ გაინტერესებთ პირადი გაშლებიან ჩემი ელექტრონული წიგნები, მომწერეთ პირადში ისე Facebook-ზე ან Instagram-ზე. შეგიძლიათ ლინკები ნახოთ ქვემოთ კომენტარებში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები.